შოხას ვეფერებოდი სანამ იმას ჩავიცმევდი. არა ჩაულოდ უვლიდი კოსტუმის ჩაცმა და ჩოხის ჩაცმა, ეს არის რაღაც საოცარი, უნდა იცოდე, როგორ ის ქამარ-ხანჯალი როგორ გაიკეთო. აი რანაირი უნდა იყოს ის თვითონ ხანჯალი. როგორ იყოს უნდა იყოს ქამარი, უნდა იყოს ნაღდი ქართული, არა იცი რომ რაღაც ქამარი გიკეთია ხანჯალი და ჩოხა მოიცვი და ცეკვა. არა ის რაღაცა მოხდენილად უნდა გეცვას. ის უნდა იყოს ხელით შეკერილი, აი ეგრეთ ჩოხა მეცვამე. ხელით ვაკერინებდი. ის კი არ იყერებოდა ისე რომ აი ხელით კერავდნენ. აი მე წარმოდგენილი მქონდა ყოველთვის ასე რომ აი უნდა ვიდგეს წყვილი და სცენა ბრუნავს. აი ესეთი რომ ესეთი რაღაცა სრიალი, არაჩვეულებრივი სიზუსტე ცეკვის. იცით როგორი ცეკვა, რომ აი პატარა რაღაცა რომ შეგეშალოს როგორ აი ხელის გაშლაც, ან გახედვა, ან ხალთან მიმართებაში ცეკვა და რაღაცა შეგეშალოს, ყველაფერი იშლება. გასმა ურთულესი. მე რამოდენიმე საათის მანძილზე გასმას ვაკეთებ. იქ ითვლიდან კიდევ რამდენი გასმა გამიკეთებია, მე არ გამითვლია, მაგრამ აი მოცუქებთ და თვითონ რაღაცა რაღაც სიმძიმეებს ფეხებზე, არა ეს სწორი არ არის, ლეგენდებს იზარდიან, რომ ესე და არავითარ შემთხვევაში მე აი ვიდექი და საათობით ამ გასმას ვამუშავებდი, სვლას, იმ ხელის გაშლა.